Telecompanija BBC საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ერთ წელიწადში რუსეთის ქალაქ სოჩში ზამთრის სპორტის ოლიმპიადა გაიმართება, თუმცა უცხოელი ტურისტების ყურადღება კავკასიონის მეორე მხარემ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტმა გუდაურმა მიიპყრო. რეპორტაჟში ჟურნალისტი ყვება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში სამთო სათხილამურო სექტორი განადგურებული იყო, თუმცა ახლანდელი ხელისუფლება სამთო კურორტის განვითარებაზე განსაკუთრებით ზრუნავს. მათ ამისთვის 30 მილიონი დოლარი დახარჯეს, ააშენეს ახალი სასტუმროები და საბაგიროები. ჟურნალისტის ყურადღება ასევე გუდაურში არსებულმა დაბალმა ფასებმა მიიქცია. აღნიშნულია, რომ ევროპაში არსებული სხვა სამთო კურორტისგან განსხვავებით გუდაურში ყველაფერი იაფია. ამასთან ძალიან კარგი სათხილამურო ტრასა და გასაოცარი ბუნებაა, თან საქართველოს დედაქალაქთან ძალიან ახლოს. ჟურნალისტი წერს, რომ უცხოელ ტურისტებს გუდაურში ყველაზე მეტად მთის მწვერვალები იზიდავთ, სადაც ვერტმფრენის საშუალებით ადიან და შემდეგ მთის ძირისკენ ეშვებიან.